ადგილის პროფილი გახდა მარია მადგან საუკეთესო ისია დაწესებული სიმბოლური ეს არის ძალიან საინტერესო კონკურსი, საინტერესო იყო იმით, რომ ახალ წელთან იყო დაკავშირებული და ქალაქის შესაბამის, ასე ვთქვათ, საახალწლო უზრუნველყოფასთან დაკავშირებული კონკურსი იყო. ბევრი საინტერესო ფოტო შემოვიდა, რომელიც სპეციალურად შერჩეულმა ჟიურიმ გადაარჩია და 3 ყველაზე საუკეთესო ფოტო იქნა შერჩეული, რომელიც ერთის მხრივ ჩვენი ქალაქის ისტორიას დარჩება და როცა წლები გაივლის არქივში, მუზეუმში და ბევრ სხვა საინტერესო ადგილას შეგვეძლება ვნახოთ როგორ შეხვდა ჩვენი ქალაქი 2016 წელს განახლებული, გალამაზებული, სხვანაირად მორთული ვიდრე ეს წინა წლებში იყო ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ეს არის მხარდაჭერა იმ ადამიანებისა, რომლებიც ცდილობენ იმას, რომ შემოგვინახონ საინტერესო ფოტოები, რათა პერიოდულად შეგვახსენონ ის ლამაზი ადგილები, რაც ჩვენს ქალაქთან და მის ისტორიასთან და ჩვენ საქმიანობასთან არის დაკავშირებული. მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო კონკურსი გამოვიდა და სხვა მსგავს კონკურსის თბილისის მერია აქტიურად გააგრძელებს მომავალშიც. ძალიან სასიამოვნოა თავისთავად რომ გავიმარჯვე და ეს ყველაფერი მოხდა შემთხვევით ჩემი მეგობრის და ჩემი ქალიშვილის დამსახურება, იმიტომ რომ მე რო გადავიღე, სრულად სპონტანურად გადავიღე ეს ფოტო, ამის 12 საათზე შტატივი მედგა გვერდზე და ეგრევე აპარატი დავამაგრე და გადავიღე. დღეს აგერ აქავარ თქვენ წინაშე პირველი ადგილის მფლობელი. რეალურად ამ კონკურსით შეიძლება რომ ორი რამე აჩვენო. შენი ქალაქისადმი სიყვარული, ქალაქი რომელიც ძალიან საინტერესოა, ფოტოგრაფიული ქალაქი გვაქვს ძალიან და მით უმეტეს როცა კონკურსი არის სადღესასწაულო და სადღესასწაულოდ მორთული ქალაქი გინდა რომ აჩვენო. და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო ნამუშევრები იყო, უფრო ის ფოტოები ავარჩიეთ, რომელიც სადღესასწაულო იყო, დღესასწაულს ასახავდა და ის ფოტოები ავარჩიეთ, რომელიც ტექნიკურად გამართული იყო. ძირითადად იყო განწყობა ქალაქი, ანუ თვითონ ქალაქი ძალიან ლამაზად იყო განათებული და მოცემულობაც ესეთი იყო, რომ საახალწლო თბილისი როგორი არის, როგორ ხედავენ ახალგაზრდა თუ ისე ფოტოგრაფები საახალწლო თბილისს. ავალება კარგად იყო შესრულებული, როგორც ხედავთ და 3 კარგი ფოტო ავარჩიეთ. ეს თანამშრომლობა უნდა გადაიზარდოს ნამდვილად იმ თანამშრომლობაში, რომელიც ახალ სამუზეუმო ექსპონატებს შექმნის. მუზეუმი არ არის მხოლოდ შენახვის ადგილი, მუზეუმი უნდა განახდეს, ამიტომ ამ კონკურსიდან, აი პირველად, ასე ვთქვათ, დაგვრჩება ის რამდენიმე გამარჯვებულის ფოტო, რომელიც იქნება, ასე ვთქვათ, შექმნის ახალ ისტორიას, რომ არ ყოფილიყო ის ისტორიული ფოტოგრაფები, ჩვენს არაფერი გვეცოდინებოდა თბილისზე, ასე რომ აი ასე ვიწყებთ თანამშრომლობას, ეს დარჩება მუზეუმში, გამოიფინება და იქნება კიდევ ერთი ფაქტი ჩვენი თანამშრომლობისა და მუზეუმის ახალი ექსპონატების შესაძლებლად.